ჰა ორმაგ თამაშს თამაშო ბიჭი კარგი რა ზურა დაფიქრდი რას ამბობ რა დავფიქრდი და გეუბნები ხომ არ შეგეშინდა ზურა შეხომ იცი რომ ეს გამორიცხულია არ არის გამორიცხული და იცი რატომ იმიტომ რომ აი ესეთი ნაგავი ხარ აი შენგან ყველაფერია მოსალოდნელი თუ კოტეს უჩალიჩებდი ესე იგი გამიჩალიჩებდი მეც რა ასე არ არის ჰა არა ზურა ასე არ არის იმიტომ რომ მე შენ ამას არასდროს გაგიკეთებდი ჰა იქნებ კოტემ უფრო მეტი ქეში შემოგთავაზა და შენს ბოზი ქალივით გაეკიდე და მე დამიკიდე ზურა ხო იცი რა კოტემ არაფერი იცოდა და ვერაფერს ხვდებოდა იქნებ მიხვდა დაგემუქრა და შენ შეგეშინდა ყველაფერი დაუფქვი ისე ეგ იდეა შენ ხომ არ მიაწოდე და აქ ლევანი არაფერ შუაშია ზურა გთხოვ დამიჯერე რა დამიჯერე არაფერ შუაშია არა რატომ უნდა დაგიჯერო შენაირ კაცს როგორ უნდა დაუჯერო მე ისე გაფრთხილებ თუ რამე მიქარული გაქვს ისეთ ხალხს დავიქირავებ რომ ცოცხლად დაგხერხონ და შენი თავი ძაღლებს აჭამონ გაიგე გაგაქრობ დამიჯერე რა ზურა ხომ გეუბნები ცდები მომისმინე ახლა აბულაძეებს სამაგიერ უნდა გადაუხადო ყველაფერს გავაკეთებ თავს შევაკლავ გესმის მესმის იქნება რაღაც გამოსავალს ვიპოვი და მე დასაკარგი არაფერი მაქვს ისე კოტეს თარომ ჩაგიშვა რას იზამ რა სურა მომისმინე ეგ არ გააკეთო იცი გაიგოს კოტემ როგორი ჩათლახი თანამშრომელი ყავს როგორი გველი ყავს გვერდზე როგორ ძირს უთხრის საქმეს უფუჭებს შენ რა მაშანტაჟებ სურა ეგ რა კაცობაა შენ რა კაცობაზე მელაპარაკები შენ ნასეთკა შენ მომისმინე ახლა საერთაშორისო ფონდებზე უნდა გახვიდე და ახალი ტრანშების მოძიებაში დამეხმარო გავიგე ყადაღა უნდა მოახსნევინო ბანკებს და ჩვენი კომპანიის წილიც გამოისყიდო კი მაგრამ ეგ როგორ მოახერხებ დონორ ფონდებს დაუკავშირდები და გრძელვადიან ტრანშებს თხოვ მოიცა ეგ როგორ მოვახერხო როგორ მე მოახერხებ მერე ჩვენს ვალებს გადაიფორმებ და ისე დაიწყებ მუშაობას გასაგებია ჩემი ფირმის სახელი არ უნდა ფიგურირებდეს მოიცა ახალ ფირმას და კომპანიას ვინ დაარსებს ნუ თუ მართლა ესეთი იდიოტი ხარ ჰა ვერ ხვდები ხო ვერ ხვდები მაშინ გეტყვი იდიოტი აჩიკო ესე იგი შენ დაარსებ ამ ფირმას გასაგებია მე დავაარსებ ფირმას კოტეს კომპანიის წინააღმდეგ და ჩემს თამაშს ითამაშე ეხლა შენი ფირმა დაეჯახება კოტეს კომპანიას გასაგებია თუ არა და ესე გასაკვებ ხვალ მოდითემო რატო დააგვიანე ესე მოკლედ კოტე ხო რაღაც მინდა გითხრა ისმენ შვილი მეყოლება შვილი გეყოლება ხო ეს დარწმუნებული ხარ? კი, ირმას დარწმუნებულია. თემო. სმოლოდნელი ამბავი მითხარი ბიჭო. ვიცი რატომ არის მეულოდნელი? თუ
თუ მაინც და მაინც ლევანს უნდა დაესწრო ჩემთვის, ჰა? ეს რა შუშია ლევანი თემო. ლევანს მოიყვანს ცოლს, ეყოლება შვილები კი. თავარი მემკვიდრე, ხო? ალბათ. ალბათ კი არა ეგრეა. კი ეგრეა თემო. და ჩემი შვილი ის ხომ არასოდეს გახდება შენთვის ლევანიშვილის თანასწორი. შენი შვილი თემო. რა ჩემი შვილი. შენი შვილი მიიღებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის, ისევე როგორც შენ. მიიღებს. მაგრამ როგორც შენი ერთგული თანამშრომლის შვილი და არა როგორც შენი შვილი. თემო მომისმინე, მე თავის დროზე ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვი კი. მაგრამ სამწუხაროდ ახლა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. დასვისებთ. ჩემი შვილი შენი უკანონო შვილი იქნება. ძალიან გთხოვ, არ გინდა ასეთი ლაპარაკი, მით უმეტეს ასეთ სასიხარულო დღეს, კარგი? ჩემთვის სასიხარულოა. აი შენთვის არ ვიცი. დამიჯერე თემო, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო. გოტე. ერთი რამ მინდა იცოდე. ჩემი შვილი რომ გაიზრდება, მე აუცილებლად ვეტყვი, ვინ არის მისი ბაბუა. კარგი, ეგეთ იყოს. მითხარი რისი თქმა გინდოდა. რაღაც სალაპარაკო გქონდა ჩემთან, ხო? კი. გისმენ. ნოდარი იყო ჩემთან. აქ? არა, ოფისში. აჰა. მერე მოგიყვარის გაკეთებას აპირებს. კი, მომიყვა. რა? რა ვიცი, მელაპარაკა და მითხრა, რომ შენს წაყვანას აპირებს. თავისთან. მე შენ რა უთხარი? მე რა უნდა მეთქვა? მე მთხოვა, შენ დაელაპარაკე და ურჩიე, რომ ჩემთან გადმოვიდესო. და შენ რა უპასუხე ამაზე? მე უპასუხე, რომ მე ვერაფერს ვერ გირჩევდი შენ და შენ თვითონ უნდა გადაგეწყვეტა. აჰა. ესე იგი შენ ისევ ისეთი სუფთა ხარ, როგორც ყოველთვის. რას ქვია სუფთა? აბარა. პირნათელი ხარ ყველასთან. ლევანთან, ჩემთან, ნონასთან, ნოდართან, რა ვიცი კიდე ვისთან. ის კი არ უთხარი. თემურს არ გამოუშვებ. მინდა რომ ჩემთან იყოსო. თემო, მე შენ არც იმას გიგრძალავ, რომ დარჩე ჩემთან და არც იმას, რომ წახვიდე ნოდართან. ეს შენ უნდა გადაწყვეტო. და შენ რას მირჩევ? მე არაფერს, შენ უნდა ერჩი. არა, მე მაინტერესებს შენ რას მირჩევ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მაგზნობინო რომ მართლა გიღირვა რამეთ. თემო, შენ თუ დარჩები ჩემთან, რაც გეკუთვნის, რასაც იმსახურებ, ყველაფერი გექნება. თუ არ დარჩები ჩემთან, მაინც ყველაფერს მიიღებ. რაც შენ გეკუთვნის ჩემგან. ასე რომ, შენ უნდა ერჩი. უკვე ავირჩიე. შენ თარჩები. ოღონდ იმასაც დავეხმარები. მინდა მასთანაც ვიყო. რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩემი თავიდან მოშორება გაქვს გადაწყვეტილი.
თემა ხო იცი რომ ესე არ არის არა. არ ვიცი. არ ვიცი. კარგი. აი ნოდარსკი მე თვითონ დაველაპარაკები. რაზე? ჩემს გარეშე შენთან მოსვლა რომ გაბედა. მამა, ვა, თემო, შენ საკა ხარ? კარგი რომ აქ ახარ. დედა! მოიცა დედა მე მგონი არ არის სახლში ლევან. კარგი, მე ვეტყვი. მაშინ ახლა თქვენ მომისმინეთ. რაიღო? მოკლედ მე ხა მარიამთან ვიყავი. მე და მარიამმა ვილაპარაკეთ და ნიშნობაზე შევთანხმდით. გილოცავ. დიდი მადლობა. რა ხდება? რა ხონა კოცნა გაგიმართათ? თინა, მამა. მე ვეტყვი, კარგი? დედა, მე ახლა მარიამთან ვიყავი. მე და მარიამმა ვილაპარაკეთ და ნიშნობაზე შევთანხმდით. ნიშნობა თვის ბოლოს ქორწილი იანვარში. Ой, мачо объявился. Что празднуем? Настя, да, Лео? Какой давлет? Миллионы сакне папс. Что-нибудь случилось? Ого, серьезная проблема, Макса. Подружка бросила? Нет. А что, мужик, что ли? Аргира. Ой-ой, мачо обиделся. Вингабеда, пупсик. Настя, чем ты это дали? Только калгиш дебли, хара. Карги давлю. Мари! Миди, скажи какой-нибудь тост. Агидат калипа. Асмеч, драгада мегидете. Постой, постой. У меня совсем другие сведения. Насколько я знаю, это ты женщин перебираешь. Или я ошибаюсь? Аргира. Поняла, наш Дон Жуан влюбился. Это игра и хвоста. Ясно. А тебя твоя подружка залетела, забеременела, да? Да. Да. Молодец. Я тебя поздравляю. Теперь она отомстит за все твои грехи. Перед всем женским родом, да? Агира, ас мегадавები რა, რამე მირჩე ისეთი რა გავგიჟდი, აღარ შემიძლია უკვე ამაზე. Ну, надо было быть повнимательнее. მე აშუაში ვარ. Да, ты ни при чем. Твои головастики постарались. Там денег вирисарис. Вин. Вин, бебе чеми, вин. Сколько недель беременность у твоей подружки? Мгони 3 თუ 4 რა. Ираклий, это ерунда. Пусть пойдет и сделает аборт. Ну, კარგი რა, ხა უთხარი. Мере? უნდა გავაჩინო ტირილი და წივილი და ერთი ამბავი დაიწყო. ხო. ნახავ რა კუშებია რა და შევაგდებ მე მაყუც. კარგი, დაგირეკავ. რა შალიშო, კოდიკო? აი საზაფხულო სკოლის კურს ვაძებ ინტერნეტში. რა დრო ზაფხულია ბიჭო, რა გეჩქარები? ესეა საჭირო რა. ეხლა უნდა მოძებნო და შეიტანო საბუთები, თორე მე გვიან იქნება. აჰა. და შენ რომლის ამორჩევას აპირებ? როდის აქედან დაინტერესდი ჩემი სწავლა განათლებით, რა? რას ამბობ, მამა? მე ყოველთვის მაინტერესებდა შენი ამბები. კარგად უნდა ისწავლო, ბევრი იმეცადინო და მე შენი ცოდნით გაიკვლიო გზა ცხოვრებაში. ხო, ეგ ვიცი და ვცდილობ კიდეც. აი მე იცი რა კარგად ვსწავლობდი პატარა რომ ვიყავი? სულ 5-ები მქონდა. მართლა. აი პირველ კლასში რომ ვიყავი, რუსულად შემეძლო უკვე კარგად წაკითხვა.
მართლა? აბა, აი სკოლიდან რომ მოვიდოდი, საჭმელსაც არ შევჭამდი. ავიდოდი ხოლმე სახლის ხვენზე და იქ მეცადინეობდი გაკვეთილებს. მე სხვა წიგნებსაც ვკითხულობდი ხოლმე. წარმოიდგინე, ბებიაშენი დამიწყებდა ხოლმე ღამე ძებნას, რომ შებინდდებოდა. მე ჩამოვიპარებოდი, ავიღებდი ლამპას და ავდიოდი ზემოთ, რომ კიდე გამეგრძელებია სწავლა. აბა, მოიცა, სათამაშოდ არ დავდიოდი? კი, როგორ არ დავდიოდი, მაგრამ იშვიათად, უფრო კითხვა მიზიდავდა. ერთ დღეში შემეძლო ერთი წიგნი წამეკითხა. რამდენჯერ ჩამძინებია სხვენზე და მე მამაჩემს ჩამოუყვანივარ ლოგინამდე, იცი? მაინც რა წიგნები მოგწონდა? რა ვიცი, შვილო, მთელი ბიბლიოთეკა გადაკითხული მქონდა. თან თბილისიდანაც ჩამოქონდათ ჩემთვის წიგნები. დიუმა, მარკესი, ტოლსტოი, ოჰენრი, სერვანტესი, მაინრიდი. მოკლედ, წავიკითხავდი ხოლმე და მე ჩემს თანატოლ გოგობიჭებთან ერთად თეატრობანას თამაშობდი. აბა, რას თამაშობდი? თეატრობანას. მოიცა, ეგ როგორ არის? როგორ იყო და ჩემს წაკითხულ სიუჟეტს მოუყვებოდი ხოლმე ბავშვებს. მე გავანაწილებდი როლებს, როგორც თეატრში ანაწილებს ხოლმე რეჟისორი. ყველა თავის როლს გაითავისებდა და მე თამაშობდით ხოლმე ხან უთავო მხედარს, ხან სამ მუშკეტერს, ხან დონ კიხოტს. აბა? და თქვენ სპექტაკლებს ხალხი ესწრებოდა? კი, მეზობლები უყურებდნენ ხოლმე. საწოდავები ზოგს ძროხა უბღაოდა, ზოგს ბავშვი უტიროდა, მაგრამ მაინც მოდიოდნენ და ესწრებოდნენ ჩვენ სპექტაკლებს. იცი რატო? რატო? მაგარი მარკეტინგული სვლა მოვიფიქრე. ხა მე ხო ჩემი თეატრის PR მენეჯერიც ვიყავი. ვინ ჩვენ სპექტაკლებს ბოლომდე დაესწრებოდა? მე ჩვენ იმის სასარგებლოდ მუშაობდით ხოლმე. ძროხასაც უმწყებს სამდით, ყანაშიც მუშაობდით ხოლმე. ეგ მაგარი მოგიფიქრები. სხვა რა გზა ქონდათ? ისწნენ და ჩვენ სპექტაკლებს უყურებდნენ ხოლმე. ჩვენც გახარებულები ვიყავით. რა კარგი იყო ბავშვობა. იცი რა კარგი ბავშვობა მქონდა გოდიკო. მე რატომ არ გაყევი მაგ გზას? ჩაგებარებინა თეატრალურში. სხვათა შორის მინდოდა. საბავშვო თეატრშიც ვიყავი. ბათუმში დავდიოდით ხოლმე, სპექტაკლები მქონდა. ბაბუაშენი ანატოლი დამყვებოდა ხოლმე. ოხ როგორ უსწორდებოდა, უნდა გენახა რა, ამაყობდა ჩემით. მე მათემატიკამ და ფიზიკამ გამიტაცა და კი გადამავიწყდა თეატრი. და ჩააბარე უნივერსიტეტში. კი, ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტზე. მაგრამ შენ წარმოიდგინე, სოფლის სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა ქალაქში. ისე თბილისში რო ჩამოხვედი, როგორ შეეგუე აქაურობას? სიმართლე გითხრა, გამიჭირდა. ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. ყველას ვენდობოდი, ყველას იმჯეროდა. უფროსი ბიჭები წამიყვანდნენ ხოლმე სუფრაზე, მომაჩეჩებდნენ გიტარას, მერაბია, მაგრამ ღერისო და მეც მიხაროდა და ვქეიფობდი მაგათთან ერთად. მომეწონა ეს უდარდელი ცხოვრება. და სწავლას მივანებე თავი. ისე გოგოებს მოწონდი, ხო? ჭკვიანი, სიმპათიური, თან ესე მღეროდი. კი, გოგოებს მაგრად მოწონდი. ბიჭო, სულ გარს მეხვეოდნენ, დო? მოსვენებას არ მაძლევდი. ეხლა დედაშენს კინო მოუყვები ამას. არა, არ მოუყვები. თორე ისე არ იცის რა. არ იცის. კაცი მაშინა ხარ მაგარი, რომ გაიგულავებ და ცოლი ვერაფერს მიხვდები. ბიჭო, ინსტიტუტში ერთი 7 გოგოს მაინც უყვარდი. გიჟდებოდნენ ჩემზე, იცი რა ამბები იყო? აუ, მომიყევი რა. რა ვიცი, აი ხან ერთი მიხსნიდა სიყვარულს, ხან მეორე. ზოგის დათვრებოდა და ისტერიკებს მიწყობდა. ერთხელ ჩემი გულისთვის ისეთი იჩხუბეს. აუდიტორიაში სულ თავპირი დაამტრიეს ერთმანეთს. მოიცა, შენ რას აკეთებ? თავდა მეკრა, ვიჯეკით და ვკაიფობდი რა. მოკლედ მაგარი პოპულარული. კი, პოპულარული ვიღავი. კოტიკო, ერთი შევალ რა, უილიამ ჰილში ფსონების ნახვა მინდა. მოდი. ისე ხომ მომეყვები ხოლმე შენს ამბებს, ა? მოგიყვები, მამა, აბა, რას ვიზამ? გამარჯობა, შემიძმა. გამარჯობა? მერაბი ბუბუტეიშვილი აქ არის? კი, აქ არის. მე დაუზახე. მამა, შენთან არიან? ვინ არის ერთ შემოვიდეს?
Ираклий, слушай. Ты ведь не ребенок. Неужели ты не понимаешь, что она хочет тебя просто поймать и женить на себе? Ты уверен, что она беременна? Стой, стой, стой. Ты ходил с ней к врачу. Все понятно. Она тебя поймала и держит на коротком поводке. Хоть на картулат, хоть на татарском. Она хочет тебя женить на себе. Ты должен повести ее к врачу на эхо. И там будет видно, беременная она или нет. Ну, придумай что-нибудь. Скажи ей. Мешен гвердит викнеби. Притворись хорошим папочкой. Скажи, я переживаю. Давай пойдем посмотрим на нашего малыша. Послушаем, как у него сердце бьется. Ну, значит, она тебя обманывает, не беременна. Значит, беременна. Покупай памперсы и соску. მომისმენ, ახლა მოვიფიქრე კაი რაღაცა. შეხო ჩემი მეგობარი ხარ. მოდი, ჩემაგივრად, ჩვენ წახევე და უეტყრო ჩემი მეგობარია თქო და მოვიდა. Ты что, больной, что ли, или с ума сошел? Да, вот тебе и матч. Неплохой любовничек оказался. Пичо, Брайан, то? Комгит шენ თან სმრა ჩამოვან. აი მოვიდ. მაგარი ხარ, სად დავძიდე? მოდი აქ დაჭიქი. ძალიან დავიგა. პატარა ძმაო, წყალი მომიტანე რა. კოდიკო, წყალი მოუტანე. წვენი ხო არ გინდა? კი, წვენი მაგარია. წვენი იყოს.ოგონ ვაშლი ან ალბის. მერა ბრატს, დახსო გრეშუ რომ გადიოდ იტალიიდან საქართველოში. მაშინ არ დამყაცი ჯერ? კი, როგორ არ მახსოვს, რაიან მახსოვს. I am here my good friend. აბაკუმარი გადაგდები. ხო, გამეხარდა რომ ჩამოხვედი, მაგრამ არ გელოდებოდი ასე მალე თუ აასრულებდი სიტყვას. ო, მალე მოვედი. საქმე გამქონა და ძმაკაცი გავახარე. ხო. მაგარი ვარ, ხო? მაგარი ხარ, მაგარი, რაიან. მამა. აი ამან, ამდენი ქართული საიდან იცის? შენ ასწავლე? ხო, ცოტა მე ვასწავლე, მაგრამ ყავდა მაგას ერთი მეგობარი, დათო დავითური. ხო, დავითური, ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს. ო, მერაბი მასალე, კაცული მერაბი მასალე და ზაზა. მაგარი კაცი, ფეხბურთელია. ზაზაც იქ თამაშობდა რა, დავითურთან ერთად. მერა ბრატს, როგორ ჩამოყვედი საქში ამდენი წელს? როგორ გამოიკეცი? იცი რამდენი კალკი დავსე და მოსაკლავარ? ალბანელები, არაბები, იტალიელები, გერმანიის ფუტბოლ მაფია. მოკლედ, ჰომის კინო იყო რა. შენც იქ იყავი, ბრაია? ო, აბა, შემის მეგობარი, მათ ყარ დავწრებდი. მაგარი კაცი ხარ, ბაი. კოტიკო, ეს გაიცანი ბრაიან, ჩემი შვილია, კოტიკო. გამარჯობა. მე ბრაიანი ვარ. მამა შენის მეგობარი. ოლანდიაში ცხოვრობ, ისე ნიგერიიდან ვარ. ფეხბურთელია, ხო ჩამქოიცი? კი. ეგში მიდაიშვილია. მაგარი ნაცესავი ყოლია. ფიჭო, ბრაიანი მაგარი კაცია თო. სულ გვერდში მედგა, არა ბრაიან? აბა რა, ძმაკაც უნდა დავეხმარო. მერა, იმ შენ ბიზნესი რა შვები? აი ჩამოვიდი და დავიწყოთ ბიზნეს. კომიცი მე მაგარი ბიზნესმენი ვარ. ხო, ჩალიჩობ რა, ეხა ფულსაც ავიღებ ცოტა ხანში. კი. მაგარია თო, მალე გაჩით და მოკუთი და დავიწყოთ საქმე. კი. მოიცა, რა საქმე? ან რა მაყუთი უნდა გაჩით? მოიცა, ახლა არ მითხრა კოტეს ველაპარაკეო.
ხო, ველაპარაკე და თითქმის დავითანხმე კიდეც. შოთას თანახმა ინვესტიციას შავდეფო მითხრა. ისა კოტე როგორ მოთაფლე? არ მომითაფლია, კოტიკო, პროექტი დავწერე და წარუდგინე, პრეზენტაციას მოუწვე. პროექტი შენ დაწერე? მოიცა რა, ვერ დავწერდი პროექტს თუ რა? დაწერეთ მე რა. აბარა შენი მამა მაგარი ჭკვიანია. კასიზნო სისტემები გამოისწია. კარგი, არ გინდა ჩემი ქება. ის მითხარი, საზღვარზე როგორ გადმოხვედი? შერეთო კეცი მოვედი, ჰოლანდიაში შემსაქმე გავკიდე. მოიცა, შენი პროფილაქტიკა გაკეთე? გავკიდე. მარაფხანები მივეცი. კარგი ფული ავიგე. აი ახმიდე. აი ბიჭო, ამ ფულით როგორ გადმოხვედი საზღვარზე? კომიტის კარიშკიანი ვარ მეთქი. მაგარი კაცი ხარ, ბრაიან. კოტიკო, სანაა ნენა, ჩემი სათვალე. გაზეთი მინდა წევიკითხო. ვაიმე ნენა. რინა აიღაზახი. საიდან მოვიდა ბიჭო, რა უნდა? პოლიციას ხარ გამოვიდა, რა კაცი? დაცნარდი, ანეტა, ჩემი მეგობარია ჰოლანდიიდან ბრაიანი. ჩემთან ჩამოვიდა სტუმრად. სიდოურია. მე კი გადამაქანა ჭკუიდან და ნენა რა შავია. ნენა რა ფერი შავია. აი ქუჩაში ხამე რო შეხვდას, კი ვერ დაინახავ. ბრაიან, გაიცანი, ეს დედა ჩემია, ანეტა. ხამაჯობა, კალბატონო დედიკო. ვაიმე დედა, ქართული ციცი? ვაიმე. Здрасте. Добро пожаловать в солнечный Грузий, товарищи из Кубы. Рао? კოდე. ალბათ ხვდებირისთვისაც მოვედი შენთან. ბუხუტი, მე მგონი მე და შენ საბუდიშო არაფერი გვჭირს და არც მიზეზი გვჭირდება ერთმანეთს რო შევხვდეთ. ხო, დიდი ხანია არ გამიხარები ხარ ბოლო დროს. ხო, დიდი ხანია კი. ერთი 10 წელი ხო იქნება? თუ მეტი? 16. 16? აუ, აბა, ამდენი დრო გავიდა ბიჭო. გავიდა კოდე. ხო. შენ არიცი როგორ მწყდება გული ზურას ამბავზე. მაგაზე მეც მწყდება გული ბუხტი. რო გავიგე რო შენი შვილი იყო, მაშინ უთხარი შოთას. მე ბუხუტის სხვანაირ პატივს მეთქი. და მაგასთან ომი არანაირად არ მინდა მეთქი. ბუხუტი, ჩემი ფეხით წავედი ზურასთან. იმის სათხოვნელად, რომ ერთმანეთში ომი არანაირად არ გამოგვადგებოდა. ვიცი, ყველაფერი ვიცი. ხოდა რა ვიცი კაცო, ხო შეიძლებოდა, აი, დალაპარაკება უბრალოდ ხო შეიძლებოდა რა. რაღაცაზე შეთანხმება. რატო გაიგიჟა თავი გამაგები? კაი ბატონო, აი თუნდაც ვერ შევთანხმებულიყავით ვერაფერზე. აი ლაპარაკს რა უდგას წინ? ეგრევე მომახალა, შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. არ უნდა მოქცეულიყო ბუხუტი მასე. თავისთვის არ უნდა ეკადრებინა და ბოლო ჩემთვისაც არ უნდა ეკადრებინა კაცო. მართალი ხარ, ნუ აბა რა გითხრა, ბა? მე რა გითხრა? ახლა ზურას მაგივრად ბუდიშის მოხდა ჩემგან. კაი, ახლა შენ საბუდიშო არაფერი გჭირს. არა, ეგრეც არ არის საქმე, ალბათ ჩემი ბრალია, ნუ. ვერ გავზარდე როგორც საჭირო იყო. მაგრამ რა ვქნა, შვილია. მესმის. კარგი არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. რა ვიცი. არც ვიცი რა გითხრა რა. ბოლოს რო შევხვდი, ძალიან გულნატკენი გამიშვა. ასე მითხრა, არავის ნახვა არ მინდა, მათ შორის არც შენია. შენ ჩემო კოტე,
ესეთი ბიჭი ყავს, შეგიძლია თამამად მოიწონო თავი. მეც მყავს ერთი ასეთი შვილი. მაგრამ შენგან განსხვავებით მე ორი ბიჭი მყავს. ბოხოტი, მოდი საქმეზე გადავიდეთ. ახლა შენთან საუბარს რაჯობია, მაგრამ ხო გესმის? კი ბატონო. კი ბატონო, როგორც გითხარი, საქმეზე ვარ მეთქი მოსული. ზურაზე მინდა გთხოვო. არ გეწყინოს ბოხოტი, მაგრამ არა, არ მეწყინება. საერთოდ ჩემი ბრალია რა. მეტის ღირსი ვარ. მაგრამ რა ვქნა? შვილია. ბოლომდე ვერ გავწირავ. მე რა შემიძლია? კოტე. შენ თუ არ შეგიძლია, აბა ვის შეუძლია? შენ ხელში არ არის ყველაფერი. აია ნენა, კერია რო ამბობდი? ეს არის. ისა კაბინეტში ხომ არ გირჩევნიათ? რა მინდა ბიჭო კაბინეტში მაცაპაცა გავიარო ხალხში. აუ ეს რომ მართლა დირექტორი იყოს და რაღაცა უფროსი დავიღუპე საერთოდ რა. აბა, რა შეუკვეთეთ? მაი თქვენ იცით. ნონაჯან, ეხლა შენ ამ ამბებში ძალიან კარგად ახარ გარკვეული და მიდი შენ შეუკვეთე, ჩვენ ყაბულს ვიქნებით და მაყოფილები. გარიკ. რაცა ვერო არ აქანაი უნარიანად. ზაი ხო, თქვენ რა უნარ დაქვეითებული ხართ? დაგაქვეითებ მე შენ ქვესკნელში. და ეგრე მითხარით და მეც გიპასუხეთ რა ჩემი ბრალი. ნუ რაფერს ნუ მიპასუხებ, გაჩერდი არაფერი არ თქვა. რა დავლიოთ? დაიღუპა მაგის ახსენებელი. რატო დაიღუპა ეხლა დონას დალევა უნდა? დალიოს რა, ჩემთვის პროსტა პასლუჟებნუ პალაჟენიო არ შეიძლება, თორე მე სიამოვნებით დავლებდი რა. გარიკ. ბატონო. გახსოვს შარშან კოტიკორო ჩამომიყვანე სოფელში. როგორ არ მახსოვს, კაცო? მე მაშინ მანქანა გავაჩერე ეზოში, მერე სუფრასთან დავსხედით და დილამდე ვიქეიფეთ. კი. ეს როდის კოტიკორო იყო თქვენთან სოფელში? ხო ნენა. ქერომ პარიზში წახვედი და ბაღანაირო დაგჭა სახლში. კარგი რა, ისედაც ძალიან ცუდად გწნობ თავს მაგას რო ვიხსენებ. კაი ნონა, კაი. ახლა გლახას თმას არ ვაპირებ არაფერს. პირიქით, მაშინ მესიამოვნა კიდეც. ბაღანაი პირველად ჩამოვიდა მამამისის სოფელში. გარიკასაც იმფერი მოეწონა ჩვენი სოფელი. გადასარევი სოფელი იყო. აი ეს თქვენი მეზობელი რო იყო, რაღაც უცნაური სტრანი ვოდკა რო ჩამოქონდა ხოლმე საიდან. სოფრომაი, ხო? აჭიჭინეს ვოდკა. აჭიჭიეს ისა, ნონაჯან, რა იყო იცი? აი რუსეთში დადიოდა ხოლმე და ჩამოქონდა რაღაცა სტრანი ვოდკა. მაშინ პირველად ვნახე რა, წავიკითხე, რა ეწერა იცი? აჩიშონე ვოდკა. ძალიან გემრიელი იყო და იმიტომაც დაარქვეს ისა. აჭიჭინე, ხო. ნონა, დამაყურე ნენა. რაც ხამინდა გითხრა. ბაღანას, კოტიკოს მიხედვა უნდა ნენა. არა, კი არაფერი არ აკლია, მაგრამ მშობლის ყურადღება უნდა ნენა, მშობლის. კოტე. შენი კაცობის იმედი მაქვს. მე ეგ საქმე თემურის ჩავაბარე. მე თემურს არ ვიცნობ. არა, გამიგია, მაგრამ არ ვიცნობ. თემურთან მე რა საქმე მაქვს კოტე? მე შენთან მოვედი. შენ ხარ აქ მთავარი. ბოხოტი. გამიგე რა. მე ზურამ ეს ყველაფერი მაიცოლა. კოტე. ზურა განადგურებულია. კარგი გაკვეთილი მიიღო. ბოხოტი. აი შენ რომ არ იყო ამას არ გეტყოდი. მე ზურაზე ძალიან ცუდი ბევრი რამ გავიგე. მეც გავიგე.
ვამოწმებ ახლა. თუ მართალი გამოდგა, მაშინ მე გავცემ თვითონ ამაზე პასუხს. მაგრამ ეს ჩემი გასაკეთებელია. ერთი რამე იცოდე, მე ზურას პასუხი გავეცი მხოლოდ იმაზე, რაც მეხებოდა მე. და ამაზე თუ ნაწყენია, ეს უკვე ჩემბრალი არ არის.